გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ამჯერად მინდა ვისაუბრო მორიგ საინტერესო თემაზე, მორიგ საინტერესო საკითხზე. დღეს ვფიქრობდი, რომ მეთქი რამდენად ილუზირებულია ადამიანის თავისუფლება, როდესაც მას აქვს მთელი რიგი წამლების დასტა რაღაცა, მაგრამ არა, ეს ყველაფერი არ არის, ასე ვთქვათ, ილუზირებული, ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, ერთგვარი მაგიის გზა, ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, ერთგვარი ტანტრული გზა, მე ეს ყველაფერი ეს საკითხი ასე მესმის, ადამიანი, რომელიც ნივთიერებებით იწყებს მკურნალობას და ეს ნორმალურიც არის იდეაში, თუ არსებობს შესაბამისი ცოდნა, თუ არსებობს შესაბამისი განათლება და თუ არსებობს ადამიანი, ვისაც გააჩნია, ასე ვთქვათ, შესაბამისი სიბრძნე, მაშინ ეს ყველაფერი არის კარგი და ნორმალური, მაგრამ თუ ადამიანს არ გააჩნია ეს სიბრძნე, თუ ადამიანს არ გააჩნია, ასე ვთქვათ, შესაბამისი განათლება, მაშინ ეს ყველაფერი არის სახიფათო და რისი თქმა მინდა, რას მინდა დავაკვირდეთ კარგად, რომ ნახეთ, მე მინდა კარგად დავაკვირდეთ შემდეგს და ეს შემდეგი არის ის, რომ როდესაც ადამიანიო, თეთრი მზის გზაზე ხარო, ასე ვთქვათ, უანგარო ღმერთის უანგარო მსახურების გზაზე ხარო, შენო თავისით გეძლევაო, ხოლო როდესაც შენო ღებულობო გარკვეულ ნივთიერებასო, შენ უკვე უანგაროდ აღარ გეძლევაო და ეს საინტერესოა იმ გაგებით, რომ ნივთიერებას ჩვენ ხო რაღაცისთვის ღებულობთ არა საბოლოო ჯამში და კარმა იწყებსო მერეო, როდესაც ნივთიერებებით იწყებაო მკურნალობაო, კარმა იწყებსო მკურნალობა რაღაც შედეგის მიღწევა, კარმა იწყებსო შემდეგნაირად მოქმედებასო უკვე, ნახეთ, თეთრი მზის გზაზეო თუ ადამიანს უანგაროდ ეძლევაო, თუ ის ყველაფერს, ასე ვთქვათ, შეცდების და კვარად უანგაროდ აკეთებსო, ამ შემთხვევაში უკვე გარკვეული მიზნებისთვის აკეთებს ამ ყველაფერს და კარმაც შემდეგნაირად იწყებს მოხმარებას და ის საინტერესოა შემდეგი, რომ როგორც ჩანს, მერე უკვე ისე იწყება რაღაცეების გადაწყობა, რომ იმ მიზნის შესასრულებლად და იმ მიზნისთვის იწყება გარკვეული, როგორ თქვა, პროცესები და საინტერესოა შემდეგი, მინდა ამაზე დავფიქრდეთ, რომ ამ პროცესებს როგორც ჩანს მოსდევს შედეგები და ჩვენ გვაფრთხილებენ ხოლმე, ხო, რომ მოვერიდოთ მაგიას, არ გვინდა მაგია და რავი, მე პირადად რასაც გავცნობილი ვარ, სულ ადამიანებს მოუწოდებენ სიფრთხილისკენ იმ გაგებით, რომ ამ ყველაფერთან მიმართებაში როგორც ასეთი ცოდნა არის დაკარგული, თუ ვინმეს გააჩნია სათანადო შესაბამისი ცოდნა ძალიან კარგი, ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ ასეთი ოსტატებიო, ამ დროში და ამ ეპოქაშიო ძალიან იშვიათად არიანო და თუ არიან, ალბათ მან როგორ თქვა, უნდა აღიდგინოს, ასე ვთქვათ, სულიერებასთან წვდომით შესაბამისი ცოდნა. მაგრამ თუ არ არის შესაბამისი ცოდნა, მაშინ მივდივართ იმ გააზრებამდე, რომ ის ყველაფერი რაც ხდება, გადადის ერთგვარ მიზეზშედეგობრიობაში, კარმაში, ადამიანი ღებულობს რაღაცას და იმ რაღაცის მისაღწევად იწყება მთელი რიგი პროცესები და ეს პროცესები კი უნდა წარიმართოს ისე, რომ სახარებიდან მახსენდება შემდეგი სიტყვები და ასეთია ჩემი ინტერპრეტაცია, რომ დააცადეო ერთად იზარდონო და ბოლოს ისქვნათო, და როდესაც ნივთიერებებით იწყებს ადამიანი რაღაცას, როგორც ჩანს, შეიძლება ამ პროცესებს შეეწიროს, კარგით შეეწიროს. ეს არის საინტერესო რა და ამაზე დავფიქრდეთ. მაშინ მივდივართ იმ გააზრებამდე, რომ სიფრთხილეა საჭირო, ყველაფერში არის სიფრთხილე და ზომიერება საჭირო. ეს უნდა გავიაზროთ. კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, ვინც უსმინეთ აქამდე, საინტერესო იქნება, რომ რასაც მოგვერდები, ადამიანის მდგომარეობა, ჩვენს რაღაც ეგრეთ წოდებულ რეალობაში, როგორ ვთქვა რა, არაბუნებრივია, არაბუნებრივად არის ილუზირებული და ერთ რამეს ვიტყოდი, რომ გარეგან იქნება რაღაც სურათი, რომ ითქოს და რაღაცა და მაგრამ რეალურად მივდივართ იმ გააზრებამდე, რომ ეს ყველაფერი არის ილუზია, ილუზიაში კიდევ გულისხმობ რას, არაბუნებრივი მასშია ადამიანი, ხო? თუნდაც მუსიკასთან მიმართებაში, რა, ამიტანში გადადის. თუნდაც რა ვთქვა, ამა თუ იმ ნივთიერებებთან მიმართებაში ასევე ამიტანში გადადის. როგორ ვთქვა რა, რაღაც სიგიჟეში გადადის თანდათან ეს ყველაფერი და ეს არ არის ადამიანის ბუნებრივი რიტმი, მინდა ეს გავიაზროთ. ადამიანის
ბუნებრივი რიტმი ეს ყველაფერი არ არის და აი ყველას შეუძლია დაახლოებით შეიგრძნოს რა არის ასე ვთქვათ ნორმალური და რა არის ასე ვთქვათ ილუზირებული. და აი რას ვიტყოდი რა ვისაც ყველას თავისუფალი ნება აქვს, ყველას თავისუფალი არჩევანი აქვს, ყველას ღმერთმხელი მოუმართოს, ყველას მართალი გზით იაროს, კარგად ვიყოთ, ჭამრთელად ვიყოთ, დღეგრძელად ვიყოთ, ბედნიერად ვიყოთ, უბრალოდ ალბათ ამას შევნიშნავთ, რომ ბევრი რამ ჩვენს ეგრეთ წოდებულ რეალობაში არის ადამიანისთვის არაბუნებრივი და ილუზირებული. წარმატებები ღმერთმა დაგულოცოს და გაგვაძლიეროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თავს არავის არაფერს. არ ვახვევ, ყველას ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თავისუფალ ნებაში, თავისუფალ არჩევანში.